შემოგვერთდნენ პრემია ივერიის დამფუძნებელი გამომცემელი ნუგზარ პეტრე-ჭიაბერაშვილი და პოეტი პრემია ივერიის ლაურეატი ეთო მეფარიშვილი. გეტყვით, რომ პრემია ივერიის ფარგლებში იტალიაში გაიმართა გავალდაჯილდოება და ქართველი პოეტების წიგნების პრეზენტაცია. იტალიური დღეების შესახებ კი, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდიის სტუმრები უფრო მეც გვიამბობენ. დილომშვიდობის, მადლობას მოგახსენებისთვის. ბატონო ნუგზარ, ჩვენი მაყურებლისთვის ეს პრემია უცხო არ არის ნამდვილად, მაგრამ ვინც თქვათ პირველად შეიტყვა ამის შესახებ მცირე ექსკურსი, თუ რა ნიშნავს პრემია ივერია და რამდენი ხანია რაც მიმდინარეობს, რამდენი წელია რაც საფუძველი ჩაეყარა და მისი მთავარი მიზანი რა არის? კეთილი, მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. პრემია ივერია დაიწყო 2013 წლიდან, რა თქმა უნდა, მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით და პატრონაჟით და ეს არის ლიტერატურის და ხელოვნების პრემია, რომელიც ატარებს წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის სახელს და აქედან გამომდინარე საზოგადოებამ თუ შეიძლება ისევე შეიყვარა, როგორც ჩვენი უწმინდეს და ილია ჭავჭავაძე თუ ზედმეტი არ იქნება, უბრალოდ ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომხრე გაგვიშთა და ძალიან ბევრი მონაწილე გაგვიშთა. შესაბამისად, აი აქედან გამომდინარე გავბედე და ვთქვი ეს. ისე რომ პრემია ივერიის ძირითადი მსახურება არის ლიტერატურა და ხელოვნება, რომელმაც თავიდანვე დაიმკვიდრა ფორმატი ისეთი, როგორც არის საერთაშორისო მასშტაბის და შესაბამისად ამ ყველაფერმა დროდადრო თავისი კვალი ჰპოვა, რის გამოც დღეს თქვენთან ვარ სტუმრად. რაც შეეხება იტალიაში გამართულ ღონისძიებებს, თუ შეიძლება ამის შესახებაც რომ გითხრათ, იმიტომ რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. დიახ, ესე იგი იტალიაში რამდენჯერმე ვიყავით უკვე და სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა რეგიონებში და იტალია როგორც კულტურის მექა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი უზარმაზარი კულტურის შემქმნელი ქვეყანა, პრემია ივერიაც ცხადია, ძალიან ადვილად ამოიცნო იტალიის მხარემ იტალიის კულტურის მოღვაწეება და მიხვდნენ რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრემია, მით უმეტეს რადგან წეღანაც ვთქვი რომ მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევა აქვს პრემია, შესაბამისად ილია ჭავჭავაძესაც მეტნაკლებად იცნობდნენ და ალბათ ამანაც განაპირობა კიდევ ის რომ კიდევ ერთხელ ჩაიხედეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაში და მოღვაწეობაში და შესაბამისად აი ამ ყველაფერმა როგორც კულტურული ნიშა ისე ძალიან ადვილად მოიპოვა იტალიის ასე ვთქვათ ფარგლებში და შესაბამისად არაერთი ღონისძიების გამართვის შემდეგ უკვე ეს იყო ერთ-ერთი უნიშნელოვანესი ღონისძიება წელს ოქტომბერში, ეს არის ქალაქი რეჯო კალაბრია, სამხრეთი იტალია, სადაც უკვე მეორედ გაიმართა პრემია ივერიის დაჯილდოება და ამავე დროს ქართველი ლიტერატორების შემოქმედების და წიგნების პრეზენტაცია, მათ შორის მხატვრის ელენე გამგონიძის შემოქმედების, ნახატების კრიტიკული შეფასება, რომელმაც მაღალი შეფასება მიიღო, თუ შეიძლება ესე ითქვას, ეს არის გამომცემლობა, რომელიც ჩვენ გვეხმარება ლეონიდე ედისიონე და არაჩვეულებრივი იტალიელი ხელოვანი, რომელიც ესეთი წიგნების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი არის, ეს არის ჩვენი კარგი მეგობარი დომენიკო პოლიტო, რომელიც ძალიან გვიმართავს ხელს და გვიწყობს იმაში, რომ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია მოხდეს იტალიაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დასაფასებელი არის. ისიც რა ვთქვათ, აუცილებლად რომ ბიბლიოთეკა გაიხსნა. აი, მადლობა ამ ჩანართისთვის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ემიგრანტებისთვის. რა თქმა უნდა, ზუსტად ეს არის ქართველი ემიგრანტებისთვის, მით უმეტეს იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც წერა-კითხვაც არ იცოდნენ და ჯერ მაშინ იმ ასაკში წავიდნენ, არიან იქ ასაკში იქვე იტალიაში დაბადებული ბავშვები, რომელიც დაახლოებით 9000 ბავშვს ითვლის, ეს ძალიან დიდი რაოდენობა, 9000 მაცხოვრებელს ითვლის და აქედან არის 3000 ბავშვი. წარმოიდგინეთ 3000 ბავშვისთვის ეს ბიბლიოთეკა ძალიან მცირეა, რომელიც დაფუძნდა ჩვენი ხელშეწყობით და რა თქმა უნდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელშეწყობით ბატონი კონსტანტინე გამსახურდიას ჩართულობით და ასევე ძალიან ისეთი ბედნიერები ვიყავით იმით, რომ საქართველოს გენერალური საკონსულო ჩაერთა ბატონი ერკლი ქოიავა და ვიცე-კონსული ქალბატონი მარიამ ალფაიძე და ამ ყველაფერმა ერთად რეალურად ის შედეგი მისცა იტალიის რეჯო კალაბრიის მცხოვრებ ემიგრანტებს, რომ ექნებათ არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა, რომელიც ჩვენ შევავსეთ ჩვენი ნაწილით, ასე ვთქვათ, ჩვენი ჩატანილი წიგნებით და სამომავლოდაც ვაპირებთ ამ ყველაფრის გაგზავნას და უბრალოდ ერთ სიტყვაში აღვნიშნავ იმას, რომ ამ ყველაფერს აი ამ ნაწილში სამხრეთ იტალიის ამ ნაწილში ერთი ძალიან ისეთი არაჩვეულებრივი მართლა კარგი ქართველი გოგონა უდგას ქალბატონი, ეს არის ხათუნა ქარაია, რომელმაც ამ ყველაფერს სულ ერთ წელში მოუყარა თავი და ეს არის კიდევ პატარა ისტორია აქვს ამ დასაწყის, ეს არის სკოლა იმედი, საკვირაო სკოლა, რომელმაც ყველაფერი ასე ვთქვათ, პრემია ივერიის ჩატანა რეჯო კალაბრიაში, ბიბლიოთეკის გახსნა, უკვე ორი პრეზენტაცია საქართველოს
საქართველოს ლიტერატურის სასახელოდ და სასარგებლოდ, არ ვიცი და ამის მერე უკვე იყო ნეაპოლში არაჩვეულებრივი გარემო, წარმოედინეთ მე-14 საუკუნის ფლორენციის სამეფო სასახლეში გაიმართა პრემია ივერი, გადადაჯილდოება და ეს ერთ მხრივ კიდე რაღაც ერთი მაღალი სტატუსი იყო ჩვენთვის და მართლმადლიერები ვართ, ჩვენი იტალიელი პოეტი ყავს იქ, რომელიც ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება ქართველ ქალბატონებთან ერთად, ეს არის ანა ასიტიშვილი და ალესანდრო რუსო. ასე თქვა, ჩვენი ძირითადი წარმომადგენლობა იტალიაში, ქართულ იტალიური წარმომადგენლობა. ესე ვაკეთებთ, რომ აუცილებლად თუ ქართველი არის წარმომადგენელი იტალიაში, მას აუცილებლად ხარს უნდა უმაგრებდეს იტალიელი წარმომადგენელი, რამე თუ ქართულ იტალიური პროექტად იქმნება იტალიაში, როდესაც ვარ თორე. ისე სინამდვილეში ხო ქართული პროექტია და შესაბამისად რა შემოადგენლობით ბრძანდებოდით საქართველოსთან იტალიაში თქვენთან ერთად პოეტები, ხელოვანები იყვნენ, ბუნებრივია და ამის შესახებაც რომ გითხრათ, რომელიც ბრძანდებოდი ჩვენ სტუდიაში. ალბათ ბოლოს ვიტყვი ჩვენ სტუმარს, ვინაიდან ჩვენთან ერთად დელეგაციაში იყო მამა ექვთიმე ჩივაძე, ქუთაისის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დაკოთო შაბრამიშვილი, მორის როსტიაშვილი, არაჩვეულებრივი პროზაიკოსი, ელენე გამგონიძე, როგორც უკვე ვახსენე, მხატვარი და ეს არაჩვეულებრივი პოეტესა ქალბატონი ეთო მეფარიშვილი, რომელმაც არაერთხელ დაიმსახურა აპლოდისმენტების შემოქმედებისთვის და დამსახურებული ჯილდოთი დაგვიბრუნდა იმ აღიარებით, რომ მას იტალიური მხარისგან აქვს აღიარება, რომ არის პრემია ივერის ლაურეატი და ესეც ერთხელაც კიდე გვაძლიერებს. თქვენთვის რას ნიშნავს ეს პრემია? პირველ მოგესალმებით კიდევ ერთხელ პირველ რიგში, მადლობა ბატონ ნუგზარს ამ შესაძლებლობისთვის, რასაც ქვია პრემია ივერია და მადლობა თქვენ რომ დღეს მოგვიწვიეთ გადაცემაში. პირველ რიგში პრემია ივერია არის პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ჩემთვის და საერთოდ ახალი გამოწვევა იყო და უზარმაზარი ემოციებით და შთაბეჭდილებებით დავბრუნდი იტალიიდან, იმიტომ რომ ისეთი ქართველები გავიცანი, ისეთი ღონისძიებები გაიმართა, ისეთ ადამიანებთან გქონდა ურთიერთობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია ჯერ და პრემია ივერია მე უკვე გაგრძელდება და ველოდებით, ჩვენ უკვე საქართველოში ველოდებით იქაურ ქართველებს, იმიტომ რომ ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ამ დროის განმავლობაში. 10 დღე ალბათ ვფიქრობ, რომ ცოტა ნამდვილად არ არის. რაღაცეთ განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ ისინიც და ისე დაგფოფინებდნენ თავს, აი წარმოიდგინეთ, ახალფეხადგმლა ბავშვს რომ შესციცინებს დედა თვალებში, აი ზუსტად ამ ემოციით პატრონობდნენ, დაგვსდებდნენ ფეხ და აი არ ვიცი. ყველაფერი საუკეთესო უნდოდა ჩვენთვის იმ დღეებში და ძალიან შთამბეჭდავი დღეები იყო. გარდა ამისა, მეორე მხრივ მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა, რა თქმა უნდა, და ჩვენ წიგნების პრეზენტაცია იტალიურ გამომცემლობაში. იქ მანამდე გაიმართა კიდე საკვირაო სკოლის ღონისძიება, არაჩვეულებრივი ბავშვები, ქართველები, რომლებიც სწორედ ხათუნა ქარაიას დამსახურებით არაჩვეულებრივად მღერიან, ცეკვავენ, საუბრობენ ქართულად, ძალიან ბევრს ნიშნავს ეს სკოლა ემიგრანტი ბავშვებისთვის. და ბოლოს როგორც უკვე მოგახსენათ ბატონმა ნუგზარმა იყო დაჯილდოება ნეაპოლში 26 ოქტომბერს. სადაც დავჯილდოვდი და გადმომეცა პრემია ივერია სრულიად მოულოდნელად. სიურპრიზი იყო, ასე ვთქვათ. ბატონი ნუგზარი გვანებიურებდა სიურპრიზებით მთელი ამ ხნის განმავლობაში და ბოლოს აი ესე დააგვირგვინა. და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ჩვენმა საზოგადოებამ შესანიშნავად იცის, რომ წლის განმავლობაში უამრავ პროექტს ახორციელებს ბატონი ნუგზარი და სამომავლოდ ალბათ აპირებთ თქვენც, რომ ამ პროექტების ნაწილი გახდეთ და ითანამშრომლოთ ბატონ ნუგზართან და დიახ, აუცილებლად, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, ეს მხოლოდ დასაწყისია და რა თქმა უნდა, უკეთესის მოლოდინით ისევ ჩავერთვები ამ საინტერესო გამოწვევაში. წარმატებები გვინდა გისურვოთ. მადლობა. ყოველთვის სამომავლო თუ რაიმეს დამატება დებავთ და იგივე ვთქვათ ამ იტალიის შესახებ. იტალიის შესახებ გვაქვს ერთი ძალიან დიდი გამარჯვება და აღიარება. ეს არის იტალიურმა მხარემ, ეს არის უძველესი ქალაქი, ძველი იმპერიის, რომის იმპერიის დროინდელი ქალაქი არის, ქალაქი მუზეუმი, რომელიც იუნესკოს ქვეშ იმყოფება და ქალაქი 2019 წლიდან არის აღიარებული ევროპის კულტურული დედაქალაქების
დედაქალაქა წარმოიდგინეთ, მთელი ევროპული კულტურული აღვაწი წლის ბოლოს იყრის თავს იტალიაში, ეს არის ქალაქი მატერა, რომელმაც ჩვენი პროექტი პრემია ივერია ჩასვა, სრულად მოულოდნელად, მომავალი წლიდან ველოდებოდით, ეს ჩვენ ვიცოდით, მაგრამ ეს იყო წელს დაახლოებით რამოდენიმე დღის წინ, 2-3 დღის წინ გვაცნობეს, რომ პრემია ივერია ჩასდა ქალაქ მატერას კულტურულ ღონისძიებათა ნუსხაში ოფიციალურად ქალაქის მერიის საშუალების და აი ამისთვის მადლობა უნდა ვთქვა აუცილებლად. ეს არის პაულო გრეკო, რომელიც არის ქალაქ მატერას მერის მრჩეველი და მისი და ეს ჩვენი ერთ-ერთი წარმომადგენელი რენატო ფესტა, თამარ კაკაურიძე, ეს ადამიანებმა რომ იშრომეს იქ და უბრალოდ წარმოუდგენელი ღვაწლი გასწიეს მართლა იმისთვის და რეალურად მათი შრომა დაფასდა და ის ჩვენი მოგზაურობის ნაწილი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე მართლა არ ველოდი ამ ხელა აღიარებას და მით უმეტეს ეს არის პერიოდი, როდესაც ზუსტად საშობაო დღეების დღესასწაულის საერთაშორისო ფორმატში ჩდება მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან კულტურის მოღვაწეები და იქნება არაერთი ნაწილი კულტურული ღონისძიების, იქნება ცეკვების სიმღერები, რა თქმა უნდა, მთელი კულტურული ნაღვაწი და ესეთ შემოქმედებითი მხარეები იქნებიან უცხო ქვეყნები და საქართველოსთან ვართ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ წარდგენილები. აი ესეც ერთგვარი, აი როგორც ქალბატონმა ერთად თქვა, პასუხისმგებლობის ნაწილიც გვაქვს ძალიან დიდი და აუცილებლად მინდა რომ გავამართლოთ ის ნაწილი და რა თქმა უნდა, შესაბამისად უკვე მომავალი წლიდან უფრო ღრმად იქნება პრემია ივერია წარმოდგენილი წელიწადში ორჯერ ეს იქნება წლის დასაწყისში, ასე ვთქვათ, ჩვენი კალენდარული წელი, როგორც იცით, 3 მარტი არის დაჯილდოება პრემია ივერიისა და 3 მარტის მერე პირველი ღონისძიება ევროპის კონტინენტზე, ასე ვთქვათ, იქნება მატერაში და დაბოლოება წლის ბოლოს იქნება მატერაში, ისევე როგორც წარმატებებს გისურვებთ. მადლობა დიდი მადლობა ბრძანებისთვის და სხვა სამომავლო გეგმების შესახებ სხვა გადაცემებშიც გელოდებით, რა თქმა უნდა. თქვენ კი შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ პრემია ივერიის დამფუძნებელი გამომცემელი ბატონი ნუგზარ პეტრე ჭიაბერაშვილი და პოეტისა პრემია ივერიის ლაურეატი ეთო მეფარიშვილი.